30 ივნის ბოლნისის კულტურის სახლში ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა თამარიონმა 2024-25 წლების შემოქმედებითი სეზონი სოლო კონცერტით დახურა. შემაჯამებელ ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი და არაერთი მოწვეული სტუმარი ესწრებოდა. ეს კიდევ ერთი საოცარი საღამო გაჩუქა ანსამბლმა თამარიონმა, როგორც ყოველთვის ჩვენი საოცარი პატარები სცენაზე უდიდესი აფთოვანებით, შესანიშნავი შესრულებით წარმოჩდნენ. ძალიან დიდი მადლობა ანსამბლ თამარიონს და მის ხელმძღვანელობას, ქალბატონ თამარს, დავითს, ანას, მართლაც დიდი სიყვარულია უპირველეს ყოვლისა და დიდი ძალისხმევა ჩადებული, რომ ჩვენი პატარები ასე ღირსეულად წარდგენ არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალებზე და სცენაზე და ანსამბლი არაერთი დამსახურებისა და ჯილდოს მფლობელია, წელსაც მიემგზავრებიან საზღვარგარეთ, მინდა დაულოცო ისინი გზა დაულოცო და წარმატება უსურვო და ანსამბლი წლიდან წლამდე იზრდება, ასეულობით პატარა ბავშვი მოზარდი არის გაერთიანებული ანსამბლში, ეს იმის ნიშანია, რომ ანსამბლი ამართლებს თავის მაღალ მოწოდებას. კიდევ ერთხელ ულოცავთ დღევანდელ დღეს წარმატებები, დაალოცვა და ბედნიერება ანსამბლ თამარიონს. მინდა ანსამბლ თამარიონს მიულოცო დღევანდელი შესანიშნავი საღამო. თვალშისაცემია ყოველწლიური შემოქმედებითი ზრდა ანსამბლ თამარიონისა. მოგეხსენებათ ანსამბლი თამარიონი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საერთაშორისო ფესტივალებზე წარმატებით ასპარეზობს და ამის ნათელი დასტურია 2 წლის წინ ქალაქ რუსთავში გამართული ფესტივალი ქართული, რომელშიც ანსამბლმა მიიღო მთავარი პრიზი და გულადი ჯილდო. მაყურებლის წინაშე ანსამბლი განახლებული ფორმებით, ახალი ქორეოგრაფიით და ცოცხალი მუსიკის აკომპანიმენტით წარსდგა. სცენის განათებამ, დეკორაციამ და ტექნიკურმა გამართვამ კონცერტს განსაკუთრებული ემოციური მუხტი შესძინა. 2 საათიანმა წარმოდგენამ დარბაზში არაერთხელ გამოიწვია მხუხარეტაში და გულწრფელი ემოციები. წელს საანგარიშო კონცერტით შემოვიფარგლეთ, არის ანსამბლში ახალი მოცეკვავეები, ანუ ახალი თაობის მოცეკვავეები, განახლებული პროგრამა გვაქვს, 80 ბავშვი დადგება სცენაზე და 16 ნომერი გვაქვს წარმოდგენილი. დიდი მადლობა მინდა მოუხადო, ესე იგი, მოცეკვავეებს, რომლებმაც გამოიარეს ეს გზა, წინა თაობის მოცეკვავეებს ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო და ძალიან დიდი შემოქმედებითი მოღვაწეობა და ენერგიული შრომა ახალი თაობის მოცეკვავეებს. წელს ანსამბლი თამარიონი 21 წლის გახდა. ამ პერიოდში მან არაერთი ჯილდო, გრან-პრი და აღიარება მოიპოვა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დღეს ჩვენი ანსამბლისთვის და არა მარტო ანსამბლისთვის, ჩვენი ოჯახისთვის არის ძალიან ბედნიერი დღე, რაც ვიშრომეთ მთელი წლის და მთელი წლების მანძილზე ერთიანად გამოვიტანეთ. მადლობელი ვარ უფლის პირველ რიგში, რომ ეს დღე შედგა. მადლობა ჩვენს ბავშვებს, მადლობა ჩვენს მშობლებს და მადლობა დამსწრე საზოგადოებას. ეს დღე მოვიდა ძალიან ბევრი შრომის, ძალიან ბევრი წვალების, ძალიან ბევრი დაღლის, მაგრამ ბავშვებს სიმხელა სიყვარული აქვთ, არა მარტო ცეკვის ჩვენი, რომ ყველაფერი შეასრულეს იდეალურად. სოლო კონცერტით ანსამბლმა 2024-25 წლების შემოქმედებითი სეზონი ოფიციალურად დაასრულა და უკვე აქტიურად ემზადება საზღვარგარეთ გასტროლისთვის. სულ მალე თამარიონი თურქეთში მიემგზავრება. მართლა ემოციები დატვირთული დღე იყო, ისეთი შესანიშნავი ანსამბლის ყოლა ყველა რეგიონისთვის სასიხარულოა. დღეს ნამდვილად ვიხილეთ ზეიმი სცენაზე, ანთებული ცეცხლი, მთელი ემოციები, ქართული გენი, ქართული სული და ქართული გული. და ეს გადმოცეს აი მარაჩვეულებმა ბავშვებმა. თავიანთ პედაგოგებთან ერთად, რა თქმა უნდა, დიდი შრომაა ჩადებული, რომ ამ დონემდე მიიყვანო ანსამბლი კოლექტივი, როგორც ცეკვით,
ასევე თავისი ყველა იმ ნიუანსებით, რასაც სასცენო ხელოვნება მოითხოვს. ამიტომ ამისთვის დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში დაუდგა ამ ლამაზ კოლექტივს. ძალიან ესეთი დატვირთული ემოციები და სიხარულით. იმიტომ რომ ეს არის ჩემი ცხოვრება. მთელი მე ამას შევალია მთელი ჩემი ცხოვრება. 23 წელი სოხუმის ანსამბლში ვიცეკვე და ამაზე უკეთესი ახლა რა უნდა იყოს და როდესაც ესეთ სილამაზეს და ესეთ ცეცხლოვნებას ხედავ სცენაზე. მადლობა ყველას აი ამ შესანიშნავი კოლექტივის თანადგომისთვის და დახმარებისთვის. ნამდვილად არაჩვეულებრივი ღონისძიება ჩაატარეს. დიდი შრომა გაძლეს. აქ ვინც იცის ეს სფერო, ალბათ ყველა მიხვდება, რომ რამხელა შრომაა ჩადებული. რამხელა კულტურაა, სცენის კულტურა, ჩაცმის კულტურა. ესეთი რამე თუ დამხდებოდა ბოლნისის რაიონში, თბილისშიც კი შეშურდებათ, ბევრ კარგ ანსამბლს თბილისშიც არის ცოტა დაბალი მაღალი. აი მიხარია რომ ესეთი ანსამბლი ყავს ბოლნისის რაიონს. და მინდა დაულოცოს ეს ერთი წელი და სულ წარმატებები უსურვო მომავალ შემოქმედებით გზაზე. ნამდვილად კარგი ანსამბლია. თამარიონის სოლო კონცერტი იყო ნამდვილი ზეიმი ერთგული მაყურებლისთვის, რომელმაც სცენაზე 21 წლიანი თავდადება, შრომა და ქართული სული იხილა. თბილი ემოციებით, აპლოდისმენტებითა და ხელოვნების სიყვარულით გაჯერებულმა საღამომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კულტურა, განსაკუთრებით კი ცეკვა, ბოლნისისთვის მუდამ ცოცხალი და გამაერთიანებელია.